ოთარად ქრივო. ვის გაუგონია დედაკაცის ცელი და ნამგალი, ჰა? თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონო. მითამ მე რითი ვარ ნაკლები მდამპალ გოგიაზე. რა უყოთ რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზე წინ რით არის. იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეც. რა საფხარი და დავარდნილი მე ვნახეს. გვიშმელე! შვილო გიორგი, სად მიხვალ? უგეშინი. არ ვიცი. ჰეი, ბიჭო! ვერ მიცნეს. სიფრთხილით უნდა ჩავიდეთ. ერთ დროს ეს ხიდი ჩვენს წინაპრებს აერთებდა სოფელთან. გლეხობასთან. გლეხობასთან? თუ შენ ნამდვილად გებრალება გლეხობა, ეს ჩატეხილი ხიდი უნდა ააშენო. ქრისტიანებო, გაიგეთ მოწყალება, ხალხო და ჯამაათნო, გაიკითხეთ მშიერ მწყურვალე გლახა. ოთარად ქრიო, მოიგე მოწყალება. შემოეთრიე. აი ღმერთმა გაცოცხლოს ღმერთ. შენ კი მოგიკვდა ეგ უხეირო თავი. იცოცხლეთ ოთარად ქრიო. დააგიბრიყვებია ჩემისთანა სულელი დედაკაცი და ლუკმაპურ სპირიდან აცელი. მადლობთ. შეოხერო რომ აგიღია თავი და დაეხეტები მათხოვრად. ნამუსი აღარა გაქვს? ჩაცეცხლე. აი გაგიხმეს ეგ ხელფეხი. ნუ გეგონოს კი რომ მათს გიშვებოდე რასმე. აი ქვევში რაღაც წუნკე ნაძირალა დამრჩა. მაინც გადასაღვრელია და ბარემ შენ ჩაცეცხლე. იცო. ფუი შენს ნამუსსა. დაიცაში არ დასაცალებელო მოეთრია აქა. დაგხეთქი ეგ მუდრეგი ფეხები. ქვეყნის მათხოვარი დაეხეთები. ასრულებ ჩემნაირ დედაკაცებს. უიგოთი ხმეს თამში მოხეროშა.
შეადრა და მალე დასამარხავო. მოიხერე მე. წამოვიდა მეხი და ვაი იმას ვისაც დაესწრა. კეთილი ქალი ბრძანდები და შენი კი ყველას ეშინია. ქალაჩუნები არიან და იმიტომ ჩემი რაც უნდა ეშინოდეთ, რა ბაბაღდები მე მნახეს. აბა ერთი შოლტის საქალამნე მოიტა. იქნება ქალამანის ამოსმაც არ იცი შესაძსოდა უშენა. დაიჭი. მოიტა ქალამანი. აჰა, ჩაიცვის შეუბედურო შენა. რა ოთარან თქვიო? გემართა მაგისი? მაშარა და მაგის თავის მზემ. ჩემ თავს პურს დავაკლებდი და მაგის ქალამანში მივცემდი. მადლობა მომიხსენებია ოთარან თქვიო. მადლობა, შენთვის მაგრად შეინახე. ძონძებში გამოიკარ არ დაგეკარქო. მეხი კი დავაყარე მაგ შენ თავს. მადლობა. კარგია მუქთა თორემ მაგასაც ხომ ვერ იშოვიდი, გარჯით საშოვარი რომ ყოფილიყო. მადლობა. ეგ შენი მადლობა გინდა დახიე და გინდა დაფხრიცე. ვა, მადლობა. ემართა შენი. ისე მართა, მიწყალობა. მაგან ეგრეიცის. თუ მადლს და პილპილი არ მოაყარა, ისი არ შეუძლია? რა კარგი ქმარი ჰყავდა? იცნობდი? თედორი. როგორ არა? ეგ 24 წლისაც არ იყო, როცა დაფრინდა. შვილის მოვლა ჟიალია თავის ყმაწვილ ქალობა. გიორგის? გიორგის. დედასა და შვილის ორთავე ბაიყუშები არიან. გამარჯობა თებრო. შენ თებრო არა ხარ? მიცანი, შენ როგორ არ გიცანი? მე ხომ თქვენ შორის ვიზრდებოდი. შენ ხომ ბელო ხარ? გათხოვდი? დიახ, ქალბატონო. შენი ბავშვია? დიახ. რა კარგი ბავშვია. ქალბატონო. გენაცვალე, როგორ დამშვენებულ ხარ, გალამაზებულ ხარ. გათხოვდი? არა. უი. დიაბეტი. აი ცოცხლე შვილო, მიცა ნიგენაცვალე. როგორ არ გიცანი, სულ არ გამოცდილ ხარ. ძლივს გადავჭით. ვერ შევნიშნეთ რომ ხიდი ჩატეხილი იყო. ის კარგი ვაჟკაცი რომ არ შეხვედრო და ნამდვილად დავიღუპებოდა. დიახ, ნამდვილად. დიდო ბატონო, იმ ჩატეხილი ხიდის აშენება დიდი ხანია გვინდოდა, მაგრამ უთქვენოთა წელი არა. მართალია. არჩილ, დავიდეთ. წავიდეთ. ნახვამდის. ნახე ბიჭო ქათმები. დიამბეგი გვეწვია ხუმრობა ხუმარებს. აკაც ნახე. არ არის გზირო. გასდიძინა. ოთარან თეზოში არავინ არის. დაიწყო. Vaya, კიდევ. რაცაც ჩადიხარ, შესაციკვდილე შენა. დიამბეგის თუ გინდა დედაკაცო, განაჩვენფინა. აი შეკურდო შენა. ვაიმე დედაო, მისვენეთ ხალხო. გავშვი გიორგი. მაგ გლახის გულისათვის თავსაც იმბიროთ ნუ გაიხდი. არჩი. ეს ის არ არის ჩვენ რომ გადაგვარჩინა. ის არის. ტანისამოს ისევ სვერი აქვს. შესაძლებელია.
კი დაგაყარე მაგ ქეციან თავზე. შეუხერო შენა. ტინის კალამანს ჩავიცვამ და მაგას კი არ შეგარჩენ. დედა ის ბიჭისა დაიკარგა. ორი ქათამი რას მიქვიან, მაგრამ ძალით ორ ჭხირსაც კი არ გაგატან. აჰა. საჯანაბო ქისაც აქ არის. იმ კიალ ქალაქში უამისოდ ფეხსაც ვერ გასდგა. არა უშავს რა, დამაცა გზირო. გუბერნატორთან წავალ და მაგას კი არ შეგარჩენ. როგორ დამშვენებულა. როდის მოეღებ ამას ბოლო? თავადი მეფის მოხელე, მოსამართლე, მამასახლისი. დიამბეგი გზირი ყველა გლეხს ჩაგრავს. და თან გული მოდით, რა არის ხალხი ჩვენი თუკმაყოფილება. ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა დავამყაროთ გლეხებთან და ვეცადოთ შეუმსუბუქოთ მდგომარეობა. აი ახლა მე ვხედავ რომ შენ გულითაც ანგელოზი ხარ. ღმერთო შენ მომიმართე ხელი. ბატონო შენი ჭირიმე. ზირმა ქათმები წამართვა. რასაბო ქალო, შენი ქათმისათვის ვისაც ძალიან. არ ზამინდა დავწერო. ახაზოის ბანკის მილიონიანი საქმისათვის ვერ მომიწია შენ კი ქათამს დაედებ. აი რასაბო, რას? დედიჯან, ერთი აქეთ მოდი. მოდი. დედიჯან, გზირმა ქათმები წაგართო. ო შვილო. უსამართლო წაიყვანა რა. ო შვილო. არ ზამინდა დავწერო. არ ზაგინდა დაწერო. ეს საქმე 6 აბაზი ღირს. ამას მარკა უნდა, რეგისტრაცია უნდა, ღერბავოი ზბორი უნდა, ეს უნდა, აბა როგორ დედი? რა ქნა შვილო. საჯანაბო ქისაც მაგისათვის წამოვიღე. შენ ჩემთან მოდი დედი, მოდი ჩემთან. წამო. აქეთ მოდი დედიჯან. Здрасте, ваши благородие. 1 20 копеек марка нужна. Дедиджан, амаз ღერბავი მარკა უნდა. 3 აბაზი დაჭდება, მაიტა? 3 აბაზი. მოდი დედიჯან ჩემთან, მოდი. Акет мой дедиджан, акет, моди. Ваше благородие, эта женщина прощения хочет. Проходи. Привык даром дела делать. О, зачем даром? Деньги дай. Проходи. აბა დედიჯან ჩემ ფულები გალესე, 3 მანეთი უნდა რა, 3 მანეთი. დაიკარგეთ თქვენი კოჩიკი გაწყვდეს ხელი. უკვე ერთი თუმანი წამგრიჯეთ. უარესი ქურდები და ავაზაკები თქვენ ახართ, თქვენა. დამაცადეთ. მე თუ თქვენ მოინი არ გიყავით, ქალი არ ვიყო. გუბერნატორთან წახვა? წავალ. რატომაც არ წავალ? კიდევაც წავალ და კიდევაც მოახსენებ თქვენ კასკასობა. თქვენი კოჩიკი გაწყვდეს. გუბერნატორთან წავალ. და მიდიხარ ხალო? როგორ თუსად მივდივარ? გუბერნატორთან მივდივარ, სამართალს ვეძებ. არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება? ეს ვიღაო ხერია, გამიშვით მე. არ შეიძლება. გუბერნატორთან მივდივარ, სამართალს ვეძებ. რა შეიძლება? რა ხმაურია?
ვინ არის? რა უნდა? ვიღაც ქვრივია. სამართალს ვეძებო. გამოუშვით. მობრძანდით. Гамарджоба, батону. Ваше превосходительство, она жалуется на сельского старшину, который отобрал у нее 2 курицы. 2. Из-за 2 кур губернатору? Она говорит насильственно, незаконно. Нет, закон нарушать нельзя. Надо добровольно. Боевая, видно, баба. Иах, батону, ори катами. Ну что ж, поможем ей, накажем виновных. Идите, мамаша. Шеника там и Сашия. თავშიხარ. ჯენდება შენი თავი. ჯენი ბეხი დამკარ, თუ მე შეგარჩინო, ოთარად ქვიო. მაშარა და შეგარჩენდი. ოთარად ქვის ღობეს ეგრე ადვილად ვერ გადმოაბიჯე. რა ვქნა? სად დაიკარგა ის ბიჭი? გიორგი! ჩემი გიორგი ხომ არ გინახავს? არ მინახავს შენკი.
ჯანაი არ გესმის შეუხერტიალო ანდრესეზე ადექი მეთქი რა ჩემი ფეხები გინდა ჯო თვითონ ვარ გიხარ შენი ფეხები ვისთვის რის მაკნისია გამეჩები ცოტონი არიან მეთქი მე შენ რა გეპრიანება ის მეპრიანებო რომ არამია შენთვის ჯამაგი ვარ პატრონს ატყვებ და ატყვებ ეპირუტყვებ მაინც არ გენანება მაშალა და თავზე დაისვოვდი დაისვავდი მე ვიცი მაკეციან თავზე ბევრს მოსძოვდნენ აი განა ჩემებია რო აი შეუნამუსო მერე რა რო სხვისია პირუტყის შებრალება არ უნდა გქონდეს შენ სტელას ხომ არა უტანი ხარ უზურგი არ აქავა შენ გზადეტადი მეთქი თორემ რა ყურებზე ხახვი არ დამაჭრა ადა პირუტყს მიხედე თორემ აი ამ სახლებს ხომ ხედავ ალერთი გაბადება ხელი მახლე ეშა გიჩვენებ საერთს აი შენა აბა დავიდეკ ბიჭოს შენ აღარ ახუმრობ აბა ეხლა შენ დამიდექი ვაი კაკათო ვაი თაბიჯო ისვალე ხალხო მომკლა ხალხო ადამიანებო ქრისტიანები არა ხარ ხალხო მომკლა მომკლა აი მე დადო ვაი თაბიჯო ვაი კაკათო ვაი დავათანე მე შენ გიჩვენებ საირსა ჩვენი პატრონის დედამი ვადილებ მოჯამაგირი არ გამილახავა გამარჯობა დედა შენსაც ცუდად იხსენიებდა ბატონო უშინდელმა წყლინტმა მაგარა წადი უჩილე თორე მე უჩილე ვასამართლენო ჩემი პატრონი უბრალო სიტყვას არ მაკადრებს სულ პატიმში ვხევარ აგრი არ არის ბატონო მიდი ეგა კიდენ არ ამკითხე მოვარდა ხელი აიღებ ჯო მაგდას რა თუდე გულენცაო ასაკონელი არ გეწოდება ან შენი თავიო უყურებიბასა მოვარდა და სახლე ზედ გადამალეწა ნახე აჰა ნახეთ აგერა აჰა ნახეთ აგერა ვერდები აჰა სულკი აი კიდენა ბეჭი ჩემ ბატონსაც დედა და მამა საფლავში აღარ დაუყენა ხელი მოწმე ყავს მოწმე ო მოწმე საიდან დაყოლებოდა იმ შუაღამეზე მოწმეს ვინ მომფრიდა მა როგორ დაამტკიცებ რომ ამ კაცს მაგცემა შენა მოიწმინეთ შენი ჭირიმე მე თვითონ მოგახსენებთ ყველაფერს მართალია ცემე ეგ კაცი ან გიჟია ან ერთი რამ ღვთის ნიშანია მაგის თავზე მართალია დედაც ხო მაგისთან გადარეული და დამწყვეული ხავ ბიჭო და შენ რაღა დავა გქონდა მაგასთან ის დავა მქონდა რომ მაგისთან ნამუსახდილი კაცისაგან ქვეყანაა დაღუპული კაცი კაც ვეღარ ნდობია მაგის გამოისობით კარგ მოჯამაგირესაც სახელი აქვს გატეხილი თვითონ ხო მეძინა და ეძინა გამეჩებით მიეღძო ურამზე იმათმა საწოდაობამ დამწვა სხვა რომ არა იყოს ოთარანტ გიორგი ტყუილს არ იტყვის პირიანი ბიჭია მოსამართლენო ნება მიბოძეთ ერთი სიტყვა მეცავ თქვა მე ჩემ და თავად მიპატიებია გიორგის თვითა ოჩახ ბიჭო მე და ჩემაღმე ოჩახ უპატიებია ხალხო აი გვერდებში მაგ გამსდარი ზოგია ჩამდამუნჯებულ ბედებს აკითხე ო უპატიებია გიკვდათ კაი პატრონი წაიღო შავმა მიწამ თევდვი ვაი მე უშენოსა ჭირიც დალხინით სულ მღერითა და გალობით იცოდა
არ დამცალდაო. ნეტა ჩემი შვილი დავაშკაცებული მენახა და მერე თუნდაც ურმის თვალზე გავცმოდიო. სადედაბრო დღა დარჩა ეს ვაშკაცის იარაღი. კარგი მონადირეს ხელში იარაღს ჟანგი არ უნდა მოედოს. მართალს ამბობ, დედი, მართალს. მეც მაგას ავტირი, რომ მართალს ვამბობ. უხელისაც არ მოსულა. ნეტა სად დადის? თუ გული შევარდნია ვის მეზეთ, რათ უნდა მიმალავდეს? დროც ერჩის და ხანიც უწევს. მაგ ხნის ბიჭებს შვილებით ახავ. ой, ნეტა მაგისი შვილი კი გამიგორა კალთაში და თუნდაც ცოცხალი დამმარხო. რათ უნდა მიმალავდეს? იქნებ მე ერთს ავფიქრობ, იქ სულ სხვა ამბავია. თუ გამტეხავ, ამის ნაღველი გამტეხავს. არ მეუბნება, არ გამენდო ჩემი გიორგი. სანადიროთ რომ წავიდა 3 დღე შინარ დაბრუნებულა. მას აქეთ დაიგდო ნახველმა, დააწვა რაღაც ლოდი გულზეთ. იქნებ კაცი, ღმერთო შენ უმაფიქრებინებ, ღმერთო შენ მიშველე. რა ვიცი, ამ წუთი სოფელში ფათერაკი ბევრია. შვილო, ამდგარ ხარ კიდეც. მე კი ისევ ქვეშაგებში მეგულებოდი. ძილი გამიქთა, დედი. მე ჩემი ვქენ და ძილმა თავისი. არ იქნა და არ დამეძინა. გამიხარდა რომ გათენდა და გარეთ გამოვედა. რაღაც ნაღველი გაქვს, შვილო. რაღაც ნაღველი. არ მეტყვი ბიჭო რა ზაგეკიდა. ზოგი ჩემს გულშიაც ჩამოიხედე. ჩამიხედნია, დედი, ჩამიხედნია. და ვიცი რომ შიგმარტო მეგისიო. მაგას არ გეუბნები. რას ჩახურულ ხარ და ჩაკეტილ ხარ შენს გულში. შენი ჯავრი გულში ჩამიჯდა ჭიასავით და ჭიასავით მქვავს და ჯამს. შემიბრალე და მაცოცხლე. დედი, გეტყვი და ნუ შემრისხავ. შენი უნებური საქმე მწადია. რიდი მქონდა შენი და ვერ გეუბნებოდი. რა არის შვილო მაგისთან? მოჯამაგირეთ მინდა დავდგე. გული შინ აღარ მიდგება. ეგ რას თქვი შვილო? ვაი შენ ჩემო თავო. ამას ვიშობდი, დედი, რომ გაწმენდი. მე შემიბრალე, ადამიანი ვარ. რა წაგეკიდა სამაგისო? მერე ვის თანაპირებ დგომასა? ერთადერთი სახლია, ან იქ, ან არსადა. ვისი სახლია ასეთი? გლეხისა თუ თავადისა? თავადისა. აქ ჩვენში?
ჩვენში არჩილს უნდა დაუდგე. ვაი შენ, ჩემო. მობზანდით ნათლიდე. გამარჯობა. ბატონი შინ არის. შინ გახლა. მობზანდ. მიეცით მიჩსა გზაფავთო, თაყვანისცემა ღირსებას. ნიჩსა ძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა ვარიშვილობა. უი, ბატონო, ოთარანთქვრივი გიახლა. ნათლიდეთ, მობრძანდით. გამარჯობა. დილა კარგა ყოფნის. მობრძანდით. დაბრძანდი. გესო, მოდი აქ. ოთარანთქვრივი მობრძანდა. ჩაი მოარტი. ჩაი რა ჩემი საქმე. დილა მშვიდობის ნათლიდეთ. ხომ მშვიდობითა ბრძანდებით. ვართ შენი ლოცვითა და კურთხევითი. მე ჩემთვისაც არა ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწყო მეთქი და თქვენთვის ადვილოცებდი. გვახედიცი ლაპარაკი. და კაი დედაკაცი კი ხარ. შენც რომ ჩემი დღენი გამოგევლო, ჩემს ტაფაში დამწვარიყავ. შენც ეგრე ლაპარაკებდი. ადამიანს ვარამი და ჭირი ალაპარაკებს. ქვეყანაზე ჭირი რომ არ იყოს, ადამიანი ენასაც არ მოიდგამდა. მეტი ბარგია. ხინს რა ლაპარაკი უნდა. ძაღლს რომ უხარიან, კუდის ქნევითაც იტყვის ხოლმე. ნათლიდეთ, შენი ამბავი ვიცი. უსაქმოდ არ მოხვიდოდი. მართალია, უსაქმოდ არ მოსვარ. ბრძანე, შენი ხმალი და ჩემი კისერი. ჩემს გიორგის თქვენთან დგომა უნდა. სასიამოვნოა, ჩვენ ძალზე მოხარულნი ვართ. მაგრამ შენს უნებურად ეგ საქმე არ მოხდება. ჩემი ნებაც არის, ჩემი შვილი ჯერ მე და მეკითხა. ცხენიან, კაი ოჯახის შვილია, კაი მამის ჩამონავალია. ვთაკილობ და გვიანღა წუწუნი. თუ აგრია, უარს მე ვეტყვი. შვილი შენისთანა დედას. როგორ არ უნდა ნებდებოდეს? ნუ ეტყვი უარს. მე დედა ვარ და წამავალი. ის შვილია და მომავალი. იმისი დღენი გასავლელი მინდორია. მე ჩემი მანძილი გამივლია. მე ბოლოში ვარ ის თავში, წინი ვერ ავეფარები. მithom რა გაჭირება თუ შენი საამური არ არის? გაჭირება რას მიქვია? სურვილია. იღბალია. შენ რომ მარტო დარჩები? მარტო რა დავრჩები. ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე რამდენი ბღარტები მისის. ჭირადაც მეყოფიან და ლხინადაც. საქმეა ტოლამხანაგი მარტო ხელისა. წუთის სოფელი ვისაცლის მარტოობისათვის. მარტო თქვენისთანა, მარტონი თქვენა ხართ. მართალი გინდოდა და ეგეც მართალი. ნათლიდედა სიტყვას მარტო ეკლა და ხმარობს. მარტონი თქვენა ხართ. ძლივს არ ვნახე გაღიმებული. ენაცვალოს მაგას დედა.
რა ამბავია, დედი? თითქოს 900 იქით მისტუმრებ ამოდელა ბარგი ბარხანას რომ მათან. არა, შვილო, უამისობა არ იქნება. დეიცოდნენ რომ კარგი ოჯახის შვილი ხარ. გან არიცია? გაგონიელს თვალით ნანახის ჯობია. მეტის მეტია, დედი. თითქოს ქალი ვიყო და მათხოვებდე. ქალი რომ იყო, ეგრე ადვილად ვერ გამიფრინდებოდი ხელიდან. როგორ წნილად შემინახავდი თუ? არა, მაგას არ გეუბნები. ქალი ბედ შინ მოელოდინება. კაცი კი გარეთ ეძებს. ნება შენი იყოს, დედი. ამ ბარგი ბარხანით მივუვარ. ერთი მაინც შემომხედე. უკან აღარ მოეხედა. ჩემგან მიდის თითქოს ძაფიც არ იჭერს. სხვაგან მიდის თითქოს თოკით ეწევია. ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს. განა აქ არა დარჩა რა. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს. განა ყველაფერი იქ არის. სულ ყველაფერი. დედაშვილობაში შენ ჩემობარად არის. გული რათ იხედება გარეთ ორის თვალი და რათ? რატომ ერთი თვალი არ ებრმანის, როცა მეორე იხვრება? ვინ ვისთვისაო? რა საკითხარია დედაშვილობაში? ვაი, რომ საკითხარი ყოფილა. არა, შვილო, შენ გაიხარე, შენ. მე ჩემი სათმაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენი სათმაყურებელი თხა ვივლი და ვიცოცხლებ. გიორგი, გამარჯობა. გამარჯობა, ჩამო. აი იქ წადი, მოგაწყობე. კეთილი შენი ჭირი. გამარჯობა. გამარჯობა. წამოდი შვილო. შენ კი გაიხარე, ერა კაი ვაშკაცი მოგვივიდა მოჯამაგირეთ. კარგი ბავშვს. აი აქ მოეწყე შვილო, ამათ. კეთილი. გიორგი, ბატონ, წამოდი, ახალ შენი გაჩერა. კეთილი შენი ჭირი.
გიორგი, როგორ მოგწონს? ერთი შეხედე გინდა აქედან, გინდა იქიდან. სულ ლარსა და მწკრივშია ჩარიგებული. ეგრე ჩარიგება ვაზისა კარგია. ზედა ნიავი თანაბრად დაუვლის ყველგან. ძლივს არ ვნახე ერთი კაცი ამ სოფელში რომ მომიწონა ნაკეთები. ნაკეთებს კი ვერც მე მოგიწონებ. რატო ბიჭო? იმიტომ რომ აქ ფერდობია. ვაი შენ ჩემოთაო. შენ ბევრი არ აღწოდნიერა ჩემო გიორგი. ბიჭო და საქმეც ის არის რომ ფერდობია და მზის გული ფერდობიცა. განა მაგას ვიწუნებ. მზის გულ ფერდობს რა ჯობია ვენახისათვის. მაშ რაც ამბობ. აქ ჩვენში ხომ ნამი არ იცის და მიწაც მშრალია. ჩვენში ვას სხვა უნდა. მერე რა გინდას თქვა? მერე ისე რომ ეგრე სისწრე ვაზი რომ ჩაგიყრი ამ ფერდობის გარდმო. როგორ გამოატარებ ვაზებში წყალსა? წყალი აღმახონ ვერ ივლის. თუ გნებავთ ახლავე გადმოვგდებ წყალს და თქვენ თვითონ ნახავთ. არა, საჭირო არ არის. შენ მართალი ხარ ჩემო გიორგი. კიდევ კარგია ეხლა დროზე შემომესწარ, თორემ აქაურ გლეხკაცობას სიცილადაც არ ვეყოფოდი. უეცარიც კი პურტი ვიგებენ. რაც ვენახით ჩავყარე, სულ ხელახლად უნდა გადავაკეთო. შეცდომა მომსვლია. ვინ გითხრა? გიორგი. პატარა ბავშვი დამიჭირა ისეთ შეცდომაში. სირცხვილით არ ვიცი სად დავიმალო. ეგ რა მოგწია? ის ჩემო კარგო რაც თავმოწონებულ არცოდნას მოსდის ხოლმე ყოველთვის. ამოვიკითხავთ წიგნებიდან რაღაცას და გგონია. შენ და წიგნების აბუჩად აგდება? მიაბუჩად წიგნს კი არა, ჩემ თავს ვიგდებ. ყველა გონიერი კაცი თუნდაც უწიგნოც, აი ეს ჩვენი გიორგი. ზოგჯერ მწიგნობართათვისაც კი ოსტატია და მასწავლებელი. გამიგონე, არჩი. იცი რა უნდა გითხრა? მე ვოცნებობდი. ჩვენს ეზო გარემოში 60 შემექმნა. ერთი სიტყვით ედემის ბაღი. დიახ, ედემის ბაღი. ახალ მოჯამაგირეს დაავალე. რომელს? გიორგის? გენეკ შეძლებს? შენ არ იცი ეგ რა ბიჭია. ეგ ყველაფერს შეძლებს. მართლა? გადია! გადია! აქა ვარ გენაცვალოს გადია. გადია, გიორგის დამიძახე. ეხლა. ნეტა რას დადიხარ გაწედილი გიჟილი. მოდაა გადია, მოდა. ბიჭო გიორგი. გიორგი ბიჭო. ქალბატონი გიბძანებს მოდი. ეხლა
გიორგი, მოხვედი? აქ მო. გიორგი. ერთი ეს ნახაზი მინდა გაჩვენო. ესო ხერი რამ დამიტუნა მუხლები. ფეხი გადმოდგი. რასი ბუზები. ახლად მოყარი პატარ ძალსავით. ნუ გეშინია. არ შეგჭამ. ერა, ბრთხოლა მამიჩემა. ჯადო მეწევა უკანა თუ ხატი არ მიშვებს წინ. მოდი გიორგი, მოდი. აი ჩემო გიორგი. ჩვენი სახლის წინ აი ამ ადგილს მიხოლ-მოხოლ გზები უნდა გაუკეთდეს. გზებსა და გზებს შუა აი ასეთი პლები უნდა დაიკვალოს. ხედავ? მე ვერაფერს ვერ ავხედავ, ქალბატონო. შენი ჭირიმე სხვა დროს მიგბრძან. თვალები ამება რეტი დამესხა. ვერც ვერას ავხედავ, ვერც ვერა მესმის რა. კარგი, წადი. რას მიბძან? აიღე ოქრო. გამომართი. აიღე. გამომართი ოქრო. ეს რა მშვენიერი ბაღია. ჭეშმარიტად სამოთხია. ასეთი შესანიშნავი ბაღი არ მინახავს. მადლობთ. არჩილმა გააკეთა? არა, ჩემო კარგო. ეს ყველაფერი მე გავაკეთე. წავიდეთ. მოვბრძანდით. შენ გააკეთე. შენი გაშენებულია ეს ბაღი. შენ კი შემოგევლა შენ. გამარჯობა, გენაცო. გამარჯობა. მშვენიერი ბაღია. რაც ახალი მოჯამაგირი აიყვანეთ. თქვენი კარმი და მოსულ შეიცვალა, ჩემო არჩილ. ჩემო მანანა, ეგენი არიან რაც არიან. აი ჩემი და გესო არ მეთანხმება. მაგრამ ჩვენ რანი ვართ. ჩვენ დაბლანდულნი ვართ. ეგენი კი გვირისტით შეგრულ. იმ გვირისტით, რომელიც ბუნება მიცის და ბუნება ხომ იცი რა ოსტატია. ეგენი ჩაკირულნი არიან. ჩვენ დონდლონი, დუნენი. აბა იმათ სიმღერას უყურე. ერთი გრძელი კვნესაა და მაინც სიმღერას უძახია. ჩვენი სიმღერა კვნესა არ არის, მაგრამ მაინც ლხენა ვერ დაგვირქმევია. შრომა ამათი სიცოცხლის ძალა და სილამაზე. ნადირით დაწვდის დილიდან საღამომდე საჭმლის საშუვრად. და ამისათვის უნდა ვაქოთ და ვადიდოთ ადამიანს. ადამიანობა უნდა ემჩნეოდეს.